გამარჯობა, მე ვარ გვანცა, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ლიზინგზე. ლიზინგი ეს გახლავთ ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია ერთიანად გადახდის გარეშე შეუზღუდავი სარგებლობის პირობით მიიღოს საჭირო აქტივი. ძირითადი საშუალება მაგალითად როგორიც არის ავტომობილი, ტექნიკა, დანადგარი ან სხვა ნებისმიერი მოძრავი ქონება. ლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში აქტივს იძენს ლიზინგის კომპანია, ბანკი და გადასცემს მომხმარებელს სარგებლობაში. ეტაპობრივად გადახდის შემდეგ კი აქტივი სრულად გადადის მომხმარებლის საკუთრებაში. არსებობს ლიზინგის სარგებლობის სამი ტიპი. ეს არის ფინანსური ლიზინგი. ეს გახლავთ ლიზინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც გულისხმობს პერიოდული გადახდების დასრულების შემდეგ აქტივის საბოლოოდ გადასვლას მომხმარებლის საკუთრებაში. მოცემულ გარიგებაში, როგორც წესი, სამი მხარე მონაწილეობს. ლიზინგის გამცემი კომპანია, ბანკი, ლიზინგის მიმღები, ანუ ლიზინგის საგნის მოსარგებლე და აქტივის საბოლოო საკუთრებაში მიმღები და აქტივის გამყიდველი იგივე ვენდორი, პირი, რომელიც ყიდის და აწვდის აქტივს. უკულიზინგი. ტრადიციული ლიზინგისგან განსხვავებით, უკულიზინგის დროს სალიზინგო კომპანია, იგივე ბანკი იძენს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ აქტივს. ამავე დროს პირი სარგებლობს მოცემული აქტივით და იღებს აქტივის შეთანხმებული ღირებულების თანხას გამოყენებისთვის. ლიზინგის პერიოდის განმავლობაში ფიზიკური ან იურიდიული პირი იხდის ყოველთვიურად სალიზინგო გადასახადს და ლიზინგის ვადის ბოლოს აქტივი ავტომატურად უბრუნდება საკუთრებაში. საოპერაციო ლიზინგი. ფინანსური და უკულიზინგისგან განსხვავებით, საოპერაციო ლიზინგი წარმოადგენს გარიგებას ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის, რომლის ფარგლებშიც ლიზინგის მიმღებს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს აქტივი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მოცემული პერიოდის გასვლის შემდეგ აქტივი რჩება ლიზინგის გამცემს საკუთრებაში. შესაბამისად, აქტივის ნარჩენი ღირებულებასა და მის საბოლოო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა რჩება ლიზინგის გამცემის მხარეს, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია ლიზინგის პერიოდის განმავლობაში აქტივის დროულ სერვისსა და მის საექსპლუატაციო ხარჯებზე. ახლა განვიხილოთ თუ რით განსხვავდება ლიზინგი სესხისგან. სესხის შემთხვევაში ბანკი გასცემს თანხას, მომხმარებელი თავად ყიდულობს აქტივს. ლიზინგის შემთხვევაში კი აქტივს ყიდულობს სალიზინგო კომპანია, იგივე ბანკი და გადასცემს მომხმარებელს სარგებლობაში გამოსყიდვის პირობით ან გამოსყიდვის პირობის გარეშე. რა არის მთავარი განსხვავება? ლიზინგით დაფინანსების დროს უზრუნველყოფის საგანი არის თავად აქტივი. ამიტომ არ მოითხოვება დამატებითი უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა. ლიზინგის ხელშეკრულება ჩვეულებრივ ითვალისწინებს თანამონაწილეობის პირობას, რაც გულისხმობს შემდეგს. მომხმარებელი წინასწარ იხდის აქტივის ღირებულების გარკვეულ პროცენტს, მაგალითად 10 ან 30, ხოლო დანარჩენი თანხა ნაწილდება შეთანხმებულ ვადაზე პერიოდულ შენატანებში. ლიზინგის შესაძლო ნაკლოვანება შეიძლება იყოს ჯამური ღირებულება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს უფრო მაღალი, ვიდრე ერთიანად შეძენის ან ზოგჯერ სესხის შემთხვევაში. ეს გამოწვეულია საპროცენტო განაკვეთების ნამატით და დამატებითი სხვა აქტივის ადმინისტრების საკომისიო ხარჯებით. ასევე საკუთრების შეზღუდვა ლიზინგის მოქმედების ვადის პერიოდში. აქტივი საბოლოოდ გადადის მომხმარებლის საკუთრებაში მხოლოდ მისი სრული ღირებულების დაფარვის შემდეგ. რა არის ლიზინგის დადებითი მხარეები? პირველი ეს არის აქტივზე მარტივი წვდომა, ასევე არ მოითხოვება ლიზინგის შემთხვევაში დამატებითი უზრუნველყოფა, ვინაიდან უზრუნველყოფის საგანი თავად აქტივია. მარტივი და სწრაფი პროცედურები, გადახდის მოქნილი გრაფიკი, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად დაგეგმოს და გაანაწილოს ფინანსები. ასევე თანამონაწილეობის მოდელი, რომელიც ამცირებს ლიზინგის კომპანიის რისკს და მომხმარებელს აძლევს უფრო ხელმისაწვდომ პირობებს. ბიზნეს ეფექტიანობა სალიზინგო აქტივი, რომელსაც მომხმარებელი იღებს სარგებლობაში, ხშირად საწყისვი პერიოდიდანვე იწყებს შემოსავლის გენერირებას ან ხარჯების შემცირებას. ეს ნიშნავს, რომ აქტივის გამოყენებით მიღებული ფინანსური სარგებელი ხელს უწყობს მისივე გამოსყიდვის ხარჯების დაფარვას. მაგალითად, ტრანსპორტის წარმოების ან აგროტექნიკის ლიზინგის შემთხვევაში აქტივმა შეიძლება პირველივე თვეებში გამოიმუშაოს საკმარისი ფულადი ნაკადები, რითაც მომხმარებელი ფარავს შესატან თანხას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გაანგარიშებები წინასწარ გაკეთდეს, რათა მომხმარებელმა ნათლად დაინახოს, რამდენად შეესაბამება სალიზინგო აქტივის ეკონომიკური ეფექტი მის ბიზნეს თუ პირად მიზნებს. ასევე სალიზინგო კომპანიების მხრიდან შესყიდვისა და მოწოდების პროცესში მხარდაჭერა და მიწოდების რისკის დაზღვევა.
აქტივების მართვის კონტროლი სალიზინგო კომპანიებს აქვთ აწყობილი მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა, რაც დამატებით სარგებელს აძლევს მომხმარებელს თავი აარიდონ აქტივთან დაკავშირებულ მოულოდნელ ზარალებს. მომხმარებელი დეტალურად უნდა გაიცნოს ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის თანამონაწილეობის პირობებს, საგარანტიო და აქტივის მოწოდების პირობებს, სადაზღვეო პირობების თავისებურებას. ამასთანავე წინასწარ უნდა გაითვალისწინოს ყველა დამატებითი ხარჯი და შეაფასოს თუ რამდენად შეესაბამება გადახდის გრაფიკი მის შესაძლებლობებს. ასევე სასურველია მოახდინოს შედარებითი ანალიზი სხვადასხვა კომპანიების შეთავაზებებს შორის. რომ შევაჯამოთ, ლიზინგი არის მოქნილი ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მისთვის მნიშვნელოვანი აქტივი შეიძინოს ეტაპობრივი გადახდით და საბოლოოდ გახდეს მისი მესაკუთრე. ამასთან აუცილებელია მომხმარებელმა წინასწარ გაიაზროს როგორც სარგებელი, ასევე ყველა შესაძლო ხარჯი, რათა გადაწყვეტა იყოს გააზრებული და პასუხისმგებლიანი.